მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ ყოფილი ჩემს YouTube არხზე არიელს და დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო ვიდეო, იმიტომ რომ დღეს მარტო არ ვარ. დღეს ვარ აი ესეთ ბიჭებთან. გაიცანით, ეს არის კიფილი და ეს არის სიენი ენმუთაგი section-იდან. აი მოკლედ ხო სინამდვილეში რომ ვილაპარაკოთ, არ გვჭირდება ეს ფურცები. დღეს გვაქვს ძალიან მაგარი ვიდეო, იმიტომ რომ დღეს ვხსნით აი ამ ყუთს. ეს ყუთი არის ასე ვთქვათ, რაღაც ჩემი მეხსიერება. არ ვიცი რატო ვეძახი ამ ყუთს, იმიტომ რომ ალბათ ძალიან ბევრი რაღაცა დევს, რაც დიდი ხანი არ მინახია ზოგი რაღაცა მოკლედ რო დავიწყოთ, მოდით ჯერ თავდაპირველად ვიტყვი, რომ ეს ყუთი მომყვება ზამთრიდან, ანუ ზამთარს ახალ წელს ჩემმა დაქალმა მაჩუქამ ყუთს რაღაცა იდო და ამის მერე ამ თვითონ ამ ყუთსაც აქვს ესეთი რაღაცა თვითონისა და მოკლედ შიგნით დევს რაღაცა ნივთები, რომლებიც ზოგი რაღაცა დიდი ხანი არ მინახია, ზოგი რაღაცა ახალი ჩადებულია, მაგრამ უმეტესი რა დევს არ მახსოვს და დღეს მე თქვენთან ერთად გავიხსენებ რა დევს ამ ყუთში. იმედია ძალიან რაღაცა კრინჯობები არ დევს და ძალიან კოშმარი რაღაცები, ძალიან დიდი იმედი მაქვს, იმიტომ რომ ზოგი რაღაც ჩადებულია ზამთარში, ზოგი გაზაფხულში, ზოგი სამდე წავიდოდი სოფელში, მაგამდე ჩავდე, ანუ ორი ბოლოს რაღაცა ჩავდე სავარაუდოდ 2-3 თვის წინ, იმიტომ რომ მაგის მერე მეგონი ხელიც არ მიხლია ამ ყუთისთვის, არ გამიხსნია, ამიტომ დღეს გვექნება ძალიან საინტერესო ვიდეო, რომ აი ამ ყუთს გავხსნით და ვნახოთ შიგნით რა დევს. მაგრამ სამდე ვიდეო დაიწყება, აი ესენი გთხოვენ რომ დამოფოლოვოთ და დალაიქოთ ეს ვიდეო. ანუ მე კი არ გთხოვთ, აი ესენი გთხოვენ. ამიტომ უნდა დამოფოლოვოთ და დალაიქოთ ეს ვიდეო. და ასევე სანამდე დაიწყება ჩვენი ვიდეო, მინდა შეგახსენოთ, რომ ანუ კი ვიძახდი რომ ჩვენი ფილმი იქნება რაღაცა ესე, მაგრამ მოდით ახლა დავალაგებ ყველაფერს კონკრეტულად. სავარაუდოდ კი არ და ახლა დაიწყო აგვისტო და იმედი მაქვს რომ აგვისტოში მაინც აგვისტოს ბოლოს მაინც შევძლებთ ტრეილერის გამოშვებას, იმიტომ რომ თვითონ ფილმი არ არის ჯერ დასრულებული, მხოლოდ 10 წუთია გადაღებული და ახლა სოფელში არ ვიმყოფები. არ არის ჩვენი ზოგი დეიდაშვილი, ანუ მართლა ახლა არ არის მაგალითად სოფელში. არ ვიცი აპირებ თუ არა ჩასვლას, ვაპირებ თუ არა თვითონ ფილმის გაგრძელებას. ამიტომ რო არ გამოტოვოთ არაფერი სიახლე და რაღაცა, მაინც ყავდეთ დაფოლოვებულები, იმიტომ რომ შესაძლებელია და არ მინდა რომ არაფერი არ მინდა რომ გრამე გამოტოვოთ. ამიტომ აუცილებლად მადევნეთ თვალი. ჩვენ კიდევ ვიწყებთ ამ ყუთის გახსნას. მოკლედ, როგორც მიხვდით, ამ ყუთს აქვს თავისი ისტორია. ამ ყუთში ჩემმა დაქალმა მაჩუქა აი ესეთი აესთეტიკური. შეხედეთ პროსტა რა საყვარელია, მაგრამ ეხლა რაღაც კამერა არ მიჩვენებს კარგად ამას, რატო არ ვიცი. აი ესეთი მაგარი რაღაცა მაჩუქა ჩემმა დაქალმა ახალ წელს და პლუს კიდე ირთვება იქ კნოპკით. და ეს ჩვენი ბავშვობის ფოტო, მაგრამ რატომღაც არ ჩანს ძალიან. აი ისო გამოჩნდა, აი ესეთი ლამაზი აესთეტიკური ფოტო. ეს ფოტო იყო გადაღებული ჩემი დის დაბადების დღეს. მოკლედ დავიწყოთ გახსნა, არ ვიცი რამდენად კოშმარი. მოდით ჯერ მოკლედ, მოდით თქვენ არ განახებთ და ამოვიღებ სათაოდ. ჯერ ნახავ მე თვითონ რა დევს აქ, იმიტომ რომ აუ რა კოშმარები დევს. ცოტა გამოჩნდა, მაგრამ მართლა ძალიან რაღაც დებილებები დევს, არ მინდა მის გახსნა. იქნებ დავამთავროთ ეს ვიდეო, არ გინდათ? კაი, მოკლედ, არ ვიცი რითი დავიწყო. პირველი ალბათ რაც მედება თვალში სტიკერები, რომლებიც ჩადებულია, აი არ ვიცი რატო არა ჩანს ამ კამერაში. სტიკერები, რომლებიც ახალი ჩადებულია. ამ სტიკერებს მოყვება თავისი ისტორია. ეს სტიკერები ჩემ დას აჩუქა თავისმა დაქალმა, ჩემი ფოლოვერია და ისა უკვე ეს სტიკერები ვაფშე აჩუქა ელენეს, მაგრამ ელენემ გადმომცა მე, იმიტომ რომ ეს სტიკერები არის არიელით, პრინცესა არიელით, ვაფშე პრინცესა არიელი არის ჩემი საყვარელი პრინცესა დისნეიდან. მაგრამ ეგ იმას არ იშოს რომ მაგიტო მაწერია არიელა. ნუ ეს კიდე არა ეს ესე დიდი კოშმარი, ეს არ ვიცი ამდენი ხანი უნდა შევინახო კიდე. აქვს სხვა პრინცესა კიდე, ეს არიელია. მოკლედ ეს სტიკერები არ ვიცი რატომ მიდევს, მაგრამ ხო დევს რა. რამხობა. მოკლედ, შემდეგი გადავდივართ. ეხლა ზოგ რაღაცას აქ ისეთი ისტორია აქვს, რომ არ გეგონოთ, რომ არა გაგიჟებული ვარ და თავში მოკლა და რაღაცა. აი, შემდეგი არ ვიცი და რატო. აი რა მოვიღო, არ ვიცი, ფიზიკურ მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ აი ყველაფერი კრინჯობა მგონია აქ ხარჯები. აი მოდით შემდეგი ამოვიღოთ, ეს არის შედარებით ძალიან კარგი საჩუქარი ჩემი დაქალისგან. რატო დის აი ესეთ პარკში? არ ვიცი. რატო ჩავდე ესეთ პარკში? და თავში მაკლე ალბათ მაგიტო. მოკლედ აქ რაღაცები კიდე ყრია. მოდით ჯერ გავიგოთ ვაფშე ეს ელენემ გამიკეთა, ჩემო და აი ესეთი რაღაცა. ჩანთას დაკიდეო და მე ჩანთას დავკიდე და მე ორ დღეს კიდე ხომ დავკარგე, ამიტომ მერჩუნა რომ არ იმასენ და კიდე რატომღაც მიდევს ტელეფონის სატენის აი ეს რაღაცა. ამით შეგვიძლია დავამთავროთ ჩვენი ვიდეო. მოკლედ, შემდეგი რაც მიდევს არის ესეთი ძალიან საყვარელი. აი ისეთ რა მაგრამ უწოს ეს რა ვქე იმას.
აი რანაირად ახსნა რა არის. დამოუწყა ქართული. ვაფშე ლაპარაკი დამოუწყა. მოკლედ რაღაცა რა ჩემმა დაქან მომაჩქა და ეხა ანუ აი ესე იხსნება და აი აქ უკვე წერია აქ არ განახეთ რა წერია. და ეგ ესეთი საყოველთაო ხატია და აქ წერია დაბადების დღის მოლოცვის ის იყო. ანუ წინა წელს მე დაბადების დღე გადავიხადე, მაგრამ გადავიხადე უფრო სახში რა და ეს მაგის ის იყო რა. ანუ სახში მაჩვენეს და ესეთი აესთეტიკა. ამას ალბათ სულ შევინახავ, იმიტომ რომ უკვე 2 წელი ვინახავ, თუ 1, თუ რამდენი წელი გავიდა, რავი, ხო მოკლედ რაღაც ხო გავიდა, ну მოკლედ ხო რა. შემდეგი აი ეხა პროსტა კალამი ამ კალამს ვაფშე არანაირი ისტორია არ აქვს, ვაფშე მთლიანი მელანი აქვს, ერთხელაც არ გამომიყენებია, ანუ ვერ დავაკვირდებით, მაგრამ აი ხამდე აქვს სადღაცა მელანი, ერთხელაც არ გამომიყენებია. ლიზი მიყიდა და რისთვის მიყიდა არ ვიცი, თან იცით რა გააკეთა, ლიზი მოვიდა სახში, იყიდა თავისთვის ესეთი კალამი, მაგრამ სხვა ფერის. მერე დაჯდა, მერე მეუთხარი რომ მეც მინდა ლიზი წადი მიყიდე, ლიზი წავიდა, მიყიდა და მიყიდა ეს კალამი მიდევს ისე ვაკ, რა თმინდა არ ვიცი. მაგრამ რაღაც კალამი ანუ არ ვიყენებ მე ზოგადად ესეთ კალამს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ ვიცი, ანუ ძალიან წვრილებია, შეხედეთ ამას. არ ვიცი მე რანაირად იყენებთ ესეთ წვრილ კალამებს, მე ვიყენებ სხვილები რო არავი არ ვიცი, ესეთი ასეთს ვერ ვიყენებ. მოკლედ შემდეგი აი მოდით კიდე კოშმარული არ არის ეს, შედარებით არ არის კოშმარული, ეს არის ჩემი ფოტოები. ეს ფოტოები მაჩვენეს ჩემმა დებმა და ჩემმა დეიდაშვილმა დაბადების დღეს. მართა ლიზი და ელენე მაჩვენეს ეს. ну ლიზი და ელენეს გაკეთებული იყო, მაგრამ მართამაც მაჩვენა ჩათვალეთ რა და ხო და ესეთი მაჩვენეს მაგათმა და ეს სურათები არის აი როგორ აგიხსნათ, კარჩე დაწებებული იყო რაღაც ყუთზე. ეს სურათი კიდე როგორღაც მაინც ვთვლი ადეკვატურს ამ სურათს, მაგრამ აი ეს რო დაბეჭდეს. ჩემი კარგი ფოტოებიდან ეს რო დაბეჭდეს და აი ეს რაღაცა კომენტარების გარეშე. აი ამას ვიბეჭდავს. ხახო მე თუ დაგიბეჭდავ დაბადების დღეზე სურათებს, ნახდათ აი ეს კაი კიდე ეს კაია. ეს მეყვარს ეს სურათი. მაგრამ აი ხ მაგებს არა. კაი ეს და ესენი ხო არის კიდე. ოკეი, ამას თავი გავანებოთ. აი ამ ფოტოსა მაგ ალბათ ყველაზე მეტი რაღაცა ისეთი. აი არ ვიცი რა, ანუ თან მომწონს ეს ფოტო, მაგრამ თან არა, თან მაგიზიანებს თან არა. ლიზის ტელეფონზე იყო გადაღებული ეს ფოტო და ლიზი ესეთი ფიქრად ჩემ წერილზე გადაიღო. ეხა ეს იქნება რაღაცა ის და მე ამას ვიზავ, ამას და ამას ჩავკრ. მოკლედ, ოკეი, შემდეგი გადავდივართ, იმიტომ აღარ მინდა. კიდე ერთი ფოტო. მადლობა დიდი. ეს ფოტოც მეზიზღება. აი ესეთი ფოტოებს ვიღებდი ადრე რა, არ ვიცი რა. ანუ ძალიან რაღაცა ესეთი მქონდა. აი ესეთი ფოტო მქონდა. აი ესეთი მქონდა მარტო თვალები, აი ესე სახე დაფარული. აი ეგ იყო ჩემი ყველაზე საშინელი ერა, რაც მქონია ოდესღაც, იმიტომ არ ვიცი რატომ ალავდი ეგრეს სახეს ან ეს რა იყო? გთხოვთ წაშალეთ ფოტოები, ვისაც გაგვიგე ხოცები ჩემ ნაცნობებს, ვისაც გაგვიგე ეგეთი ფოტოები წაშალეთ. ეგეთი ფოტოებს მე აღარ ვიღებ, გამიარა, მაგ ჩამიარა, მაგერამ გეხოცებით, გთხოვთ. კაი, შემდეგზე გადავდივართ. ესეც იყო ჩემ დაბადების დღეზე. ეს ჩემ დაბადების დღეზე იყო. ну ვისაც ჩემ დაბადების დღის ვლოგი გააქვთ და ნახი. გეცოდინებათ საიდანაა, მაგრამ ვისაც არ აქვს, აუცილებლად გადადით და უყურეთ. ეს არის 14 ან 14 წელს რო გავხდი. 41 თუ ესა მოკლედ რაღაც არის 14 ან 41 არ ვიცი ჯერ არა ვარ ჩამოყალიბებული ჩემ ასაგზე ხო და აიგეთ არ ვიცი გადავდივარ შემდეგზე არ გვინდა ეს გეხვეწებით იმიტომ რომ უკვე ძალიან დავიქრინჯე ამ სურათებისგან კიდე ერთი სურათი მაქვს ну მაგრამ ეს საყვარელობა სურათია სხვათა შორის ეს მე და ჩემი დები ვართ აი მოჩა აღარ გვინდა ეს მაგრამ კიდე მაქვს სურათები და სურათებით მაქვს ეს სურათი ვერ განახოთ ეს ამობიჭდინე მამა ჩემს ხელოვნების გაკვეთილისთვის ვინ არის ეს არ ვიცი რატო ამობიჭდე არ ვიცი აი ეს კაცი ვინ არის აზი არა ვარ მაგრამ ხელოვნების მასწავლებელმა მითხრა რომ მოიძე ამაზე ინფორმაცია მე ავიღე და ამობეჭდე იმიტომ რომ 7-იანი მეწერა და მე მინდოდა 8-იანი და მე გადამიკეთა 8-იანი აი სურათის გამო ამიტომ ეს სურათი ძალიან ბევრი რამის ნიშნავს ჩემთვის მაგრამ გადავდივარ შემდეგზე და ისევ მოდის სურათი
ესეთ სურათია, ეს უკვე სურათი არის ჩემ კლასელებთან, მაგრამ ჩემ კლასელები დავფარო, იმიტომ რომ დიდად არ მინდა რომ გამოჩნდა და ეს ვარ მე. ყველაზე კაი სურათი მე ავიხიე ჩემთვის რა, ანუ ყველა სადაც კარგად ვარ, ეგ სურათი მაქვს მე და დანარჩენი ყველა სადაც მახინჯები ვარ ჩემ დანარჩენ კლასელებს და ხო. იმედია სურათებით მორჩა ეს ვიდეო, იმედი მაქვს. იმედია მეტი სურათი აღარ არის. აი ძალიან მართლა ძალიან დიდი იმედი მაქვს ვაღა. შემდეგი ეს არის გამოწერილი თემუდან, აი ეს არ ვიცი რისთვის ვინახავ. რაღაცა სტიკერებით არის აწყობილი რაღაც დებილობა. არ ვიცი რატო ვინახავ, მაგრამ კაი იყოს ახლა რაღა გავაკეთო არ ვიცი. შემდეგი ჩემი პირველი საფულე, ვაფშე ეს საფულე როდის მაჩუქეს არ ვიცი 12 წლის ვიყავი მე მგონი თუ 11 თუ 10 არ ვიცი. მაგრამ აი იმენა სერიოზული საფულე, უკვე school card-იც რომ მქონდა, ფულიც, აი აქ ვდებდი, ეს იყო ჩემი პირველი საფულე, მაგრამ ეს საფულე ხა გაფუჭდა, იმიტომ რომ აქ აი ესეა, მაგრამ ვერ ვაგდება, ანუ არ შემინდა, არ მინდა ამის გადაგდებო. ძალიან მაგარი საფულე, იმიტომ რომ ანუ ვაფშე არ ხმარობდი, просто გავაფუჭე და მივაგდე და არ მინდა რომ გადავაგდო. ანუ მომწონს ეს საფულე, მაგრამ თან ძალიან პატარაა რა. ანუ თითქმის არაფერი არ ეტევა. არა ხა იმაზე არ მივანიშნოთ რომ ან ფული არ მეტეოდა რაღაცა რა. ეგ მაგაზე არ ვთქვი. მოკლედ შემდეგი ესეთი წერილი მაქვს. ესეთი წერილი რომელიც უნდა გავხსნა 2027-ში აქ წერია. და აქ წერია თარიღი როცა უნდა გავხსნა 2027 წელი, ამიტომ ამას ხელს არ ვახებ და ეს წელი დავწერო 2025 წლის 1 იანვარს და გაიხსნება 2027 წლის 1 იანვარს. მაგამდე ამ წერილს ხელს არავინ არ ახდენს. ნუ დიდათ არ მახსოვს რა წერია, მეგონი რაღაცა ისინი წერია მიზნები და რაღაცები რა. ზუსტად არ ვიცი. და გაიძაღლი მასში ჭამის ერთმანეთი. მოკლედ გადავდივართ შემდეგზე. შემდეგი გვაქვს ესეთი სამაჯური. ეს სამაჯური ინახება, არ ვიცი ვისი სამაჯურია. ხატობის გარშე ჩემი სამაჯური არ არის ეს. აი არ ვიცი მართლა ვისია, მაგრამ ჩემი არ არის. ეგ უეჭველი ჩემი არ არის, იმიტომ რომ აქ წერია მრტ არ ვიცი რა არის. თუ იცით რა არის, დამიწერეთ კომენტარში. მე არ ვიცი. ნუ ეს სამაჯური ჩემი არ არის, რას მიკეთებს? აზი არა ვარ. ვაფშე ანუ ესეთი მძივები ჩემთვის წესით არ აქვს და არ ვიცი აქ რას აკეთებს, მაგრამ კაი იყოს მიდევს აქ უკვე რამდენი ხანია და იდოს რა გქნა. შემდეგი მაქვს ეხლა გიჟი არ მოგიჩვენებ, კაი ყოველს გიქნებათ ეხლა რაღაცა კამფეტის შენახული რაღაცა ის ან შოკოლადის ან რაღაცის, იმიტომ რომ რაღაცა კაი ის გაქვს. მე მაქვს შენახული ტვიქსი. მაგრამ ამ ტვიქსს აქ ცალკე ისტორია, მაგრამ ამ ისტორიის მოყოლა არ მინდა, იმიტომ რომ მეზარება და პლუს არ მგონია რომ გაინტერესებდეთ, მეც არ მაინტერესებს და დამოუწყო პრინციპით თითქმის, მაგრამ არა უშავს პროსტა იყოს. შემდეგი აი რა მოიღო რომ არ დავიქრინჯო ძალიან. კაი იყოს ხვიჩა კვარაცხელია. აი ეს არის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ვიყიდე წინა წელს, ვისაც გახსოვთ, ჩანთაზე მეკიდა, მაგრამ მე ეს რაღაცა დავკარგე. მე ყველაფერი დავკარგე სკოლაში, რაც კი შესაძლო იყოს. და კიდე კაი დავკარგე, იმიტომ რომ მე სიტუაცია იყო, რომ ჩვენ კლასში იპარავდნენ ბრელოკებს და აი ამასაც მომიპარავდნენ. ჩემ ხვიჩა კვარაცხელიას და კიდე კაი რომ მაგ დროს მოხსნილი მქონდა, თორე ჩემ ხვიჩა კვარაცხელიას მომიპარავდნენ და მე ვიქნებოდი ძებნაში ჩემი საყვარელი ხვიჩა კვარაცხელიისთვის, ამიტომ ხო რა, კიდე კაი რომ მქონდა შენახული. გადავდივართ შემდეგზე. შემდეგი გვაქვს, არ მინდა ასეთი დებილობების ნახვა. კაი, შემდეგი გვაქვს თმისამაგრე არა ქვია ამას არ ვიცი. აი ამას ეძებს ნახევარი ჩემი ოჯახი ალბათ. იმიტომ რომ როცა აი ესეთი აქვს კიდე ჩემთვის, მაგრამ სხვა ფერის და როცა მე ვითხოვ ხოლმე მაგათი ყველა მეითება შენისადა? რამდენი ხანი არ მინახე შენისადა? ყუთში მიდევს და არ ვიყენებ, რატო არ ვიცი, იმიტომ რომ თავში მაკლია. მართლა თავში მაკლია, მაგრამ არ ვიცი რატო არ ვიყენებ. ალბათ იმიტომ რომ არ ვიცი. სკოლებში დაიწყება გამოვიყენებ ხარ მინდა. ოკეი, შემდეგი ახლა თან ძალიან ისეთია რა. ანუ ძალიან ფუნფულა ხო? ამას არ გამოვიყენებ ზაფხულში. რომელი ადამიანი გამოვიყენებს მაგას ზაფხულში? კაი, შემდეგი გადავდივარ. აი ეს რამე ადეკვატური, მაგრამ ამასაც არ ვთვლი ადეკვატურად, მაგრამ ეს პომადა გავს ძალიან ჩემს პირველ პომადას, მაგრამ ჩემი პირველი პომადა არ იყო ეს, ანუ მსგავსი იყო, მაგრამ ჩემი პირველი პომადა დაუკარგე ან გადავაგდე, გაფუჭდა, არ ვიცი სადაა, ამიტომ მე მაქვს ხა ესეთი პომადა და სხვები არ ვიცი სადაა, მაგრამ ეს პომადა მრჩება ხო? ესეც მინდოს, იმიტომ რომ მახსენებს ჩემი პირველ პომადას, რომელიც მქონდა 8 წლის ასაკში, რომელსაც ვისმევდი მთლიან სახის და მარტო ტუჩებზე არა. ყველგან ვისმევდი ტუჩების გარდა. მოკლედ გადავდივართ შემდეგზე. შემდეგი არის ესეთი ფურცელი, ანუ მართლა გიჟ ჩამთვით მეგონია ვიდეოს მე, მაგრამ შემდეგი არის ესეთი ფურცელი. აქ არის ჩემი დაქალის ხელმოწერა და
ის გავაკეთეთ მე მგონი გაზაფხულზე თუ ზამთარში მე და ჩემმა დაქანმა და თქვით რომ ყოველთვის გვექნება და მე მაგამდე ვინახავ. ეხლა არ ვიცი ლუსი ინახავს თუ არა ამას, იმიტომ რომ მე ვინახავ. ლუსის აქვს ჩემი ხელმოწერა, სადაც წერია არიელა. მე მაქვს ლუსის ხელმოწერა, სადაც წერია ლუსკა. ხო და მოკლედ ეს გვაქვს ეს. ოპა! ეს არის ჩემი საყვარელი. მაგრამ ამას საყვარელად ვერ განახეთ, იმიტომ ეს ვანახო მე მოკლედ ვერ განახეთ რა, ეს იციან მხოლოდ ჩემმა ისეთ მოკლასელებმა, რომელსაც ვენდობი რა. აქ წერია ჩემი ნაწერი. მეორე მხარეს წერია ის ერთი მოკლედ ესე ვიტყვი, მეორე მხარეს წერია ჩემი საყვარელი მასწავლებლის ნაწერი და მე ჩემი პასუხიც. მაგრამ ამას ახლა არ წავიკითხავ, იმიტომ რომ არ მგონია. ანუ არ მინდა რა წაკითხო, მოკლედ. არ მინდა ამის ყველაფერს ეს ყველაფერი რომ მას აუქნა რა. მოკლედ ეს არ გვინდა. გადავდივარ შემდეგზე. შემდეგი არის ჩემ პირველი, ჩემ თვითონ გაკეთებული ბარადი, კარტა, თუ რა ქვია ამას. ბილეთი არა, კარტა არა, მოიცადე. აუ ახლა დამაჰეითებენ ხალხი, იმიტომ რომ არ მახსოვს რა ქვია და მოვიწყე, მაგრამ ამ ერას ჯერ არ გავწვდი მე Blackpink-ის ლისას გაკეთებული ჩემი ხელებით, ნუ ეტყობა ხო 2023-ში გავაკეთე. 2023-ში გავაკეთე. არ დამაჰეიოთ ახლა რატო ესეთ მახინჯი, იმიტომ რომ ახლა არ მგონია ეს საშინლად ხატავდი. ლიზის მაინც დავახატინებდი. ხატვარია ჩვენ ოჯახში, ბავშვი. კაი, შემდეგზე გადავდივართ. აი ხა უკვე მოდის ძალიან კრინჯობები და უნდა ვიკრინჯო. მაგალითად, აი ეს. რატომ მიდევს ყუთში, არ ვიცი. და არ მკითხოთ რატომ მიდევს ყუთში, იმიტომ რომ არ ვიცი. ამათმა ცოტა მოიწყეს, ამიტომ აქ იქნებიან ცოტა ხანი. სინამდვილეში პოსტამ ცხელა. იმედია მივხვდით. შემდეგი ხელთათმანი. აი, კაი, ახლა მართლა გიჟა არ ჩამთვალოთ, მაგრამ ეს ხელთათმანი იმდენ მეხსიებას იტოვებს თავში. კაროჩე, ეს ხელთათმანი ჩემმა დამ გაბერა. ლიზი თუ ელენემ არ მახსოვს, მე მგონი ლიზი იყო, ლიზიმ გაბერა ეს ხელთათმანი, მე ეს ხელთათმანი გასკდა და მაგ დროს რაღაცა მოხდა და ეგ ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ეგ ხელთათმანი ძალიან ძვირფასია ჩემთვის, ამიტომ გრჩება და დევს ამ ყუთში. ხო. ოკეი, შემდეგი გადავდივართ. ეს არის 2021-ში დაწერილი ჩემი ოცნებები. ამის წაკითხვის მე პრობლემა არანაირი არ მაქვს, ეხლა წავიკითხავ და უკან რა წერია? უკან რაღაც წერია რუსულად ვერ ხვდები, მაგრამ ოკეი. მოკლედ მოდი წავიკითხავ ჩემ ოცნებებს, რომელიც არის დაწერილი 2021-ში. სხვა შეიძლება სპეციალურად არ წამიკითხე ესენი, იმიტომ რომ აი რო ვიპოვე ეს იყო მე მგონი გაზაფხული. თუ არ ვწდები, სადაც ჩემ დაბადების დღემდე იყო, როცა ვიპოვე ეს ფურცელი და არ წამიკითხე, ეგრევე ამ ყუთში ჩავდა, რომ მეთქი რაღაც მომენტი იქნება, როცა გავხსნი და წავიკითხო და ეხლა ვკითხო პირველად ხათაშორს. 1 მილიონი TikTok-ში, like-ში, YouTube-ში. like-ში. არ ვიცი როგორ YouTube-ში და TikTok-ში, მაგრამ like-ში. ანა 2021-დან რა თავი გიდევს თავზე გეხვეწები. კაი, შემდეგი ვიყიდო ტელეფონი iPhone 12. სინამდვილეში მაგ დროს მქონდა Redmi მე მგონი. არა, მაგ დროს მქონდა ან Redmi, ან რაღაც Samsung-ი ახალი ნაყიდი, რომელიც დედა მიიყიდა და მე ერთ თვეში გამოვიდა მაგ დროისთვის iPhone 11 თუ 12 და მეთქი მინდა. და ეხა iPhone 15 Pro მაქვს. ანა 2021-დან გიხარდეს. შემდეგი მქონდეს კარიერა და გავხდე პროგრამისტი. მოდით ესე ვთქვათ, ეს ოცნება ალბათ 2005-ისთვის არ იყო დაწერილი და ალბათ 2023-14 ეგრე, არ ვიცი, ნუ მიახლოებით ეგრე. და ბოლო ჩემი ოცნება იყო გადამეხადა დაბადების დღე. ან გადამეხადა დაბადების დღე იმაში გულისხმებოდა, რომ უნდა გადამეხადა იმენა რაღაც ცენტრში და რაღაცაში, იმიტომ რომ მაგ დროს თუ გახსოვთ კორონავირუსი იყო და 2021-ში მქონდა ძალიან ბანძი დაბადების დღე, იმიტომ რომ სახლში გადავიხადე და ტორტი ვიშოვეთ ძლივს, ისეთი რაღაცა იყო. ანუ თუ გახსოვთ ეგ პერიოდი, ვაფშე სახლიდან არავინ არ გადიოდა, ყველას კორონავირუსის ეშინოდა თუ რაღაცა, მაგრამ 2021-ში დიდად დაბრუნდა მეორე X-ი კორონავირუსი, იმიტომ რომ ჯერ ხო 2019-ში იყო თუ 20-ში თუ რაღაცა, მერე ხო აღარ იყო. და მერე ისე მეორე ტალღა რო წამოვიდა, ვითომ უფრო საში და რაღაც და ვაფშე ვერსად ვერ გავდიოდით, ვერსად ვერ გავედით ჩემ დაბადების დღეზე და მაგრად ისეთი ვიყავი. მეთქი всё დამთავრდა. ყოველი წელი ეგეთ დაბადების დღე მექნება, მაგრამ ამ წელს გადავიხადე დაბადების დღე, ვისაც გახსოვთ, ვისაც ჩემ დაბადების დღის ვლოგი აქვს ნანახი. ხო და მოკლედ ხო რა, ანუ თითქმის ყველა ოცნება ახდა 1 მილიონი TikTok-ის გარდა და პროგრამისტის ყოფნის გარდა. და ჯერ ეგეც არ ვიცი, იმიტომ რომ ყოველ დღე მე რაღაცა მეცვლება და ეგეც არ ვიცი ახდება თუ არა. შეიძლება დღეს მიყვარდეს ჩემი YouTube-ი, ხვალ მომიდეს ვაფშე წაშლა.
არ არის გამორიცხული, კაით? ოკეი, შემდეგი ეს არის ჩადებული 3-2 თვის წინ. ეს არის ჩემი ფიზიკის რაღაცა. ეს მიდევს სამახსოვროდ იმაზე, რომ ძალიან ბევრი მიწვალე ფიზიკის გამოცდა რომ ჩამებარებინა ძალიან კარგად. და სხვა შორის 10 ფულაზე ჩავაბარე და მართლა კარგად ჩავაბარე, იმიტომ რომ ან კი მთელი წელი დავდიოდი, მაგრამ მაინც ბოლო 3 თვე იყო ჩემთვის მენა ესეთი, უნდა ჩავაბარო, უნდა ეს თქნა, ეს მოვქნა ეს და მაგიტო ეს სამახსოვროდ არის რა. ეხლა მაგალითად ამ წელს დიდად არ უნერვულობდი, იმიტომ რომ ვიცოდი რომ ჩავაბარებდი, იმიტომ აი არ მკითხოთ იგითი თვით შეფასება რატომ აქვს ჩემ თავზე, მაგრამ ვიცოდი რომ ჩავაბარებდი და არ უნერვულობდი და ამ თან აი ამ წელს უკვე მაქვს თამბეჭდილება, როგორია გამოცდა და შემდეგ წელს მეცოდინება უკვე როგორია და ნახდათ ნერვიულობა კი არა, ამდენი მომზადებაც არ სჭირდებოდა ჩემი აზრით. ბოლო ერთი თვე რომ მივიდო დამატებით ფიზიკაზე, ისედაც ჩავაბარებდი. ანუ მაგდენი წვალება არ სჭირდებოდა და მე და ჩემი დაქალი ვაკეთებდი პრეზენტაციას მიახლოებით 2 თვე, მაგასაც არ სჭირდებოდა მაგდენი ხანი, მაგასაც დასჭირდებოდა მაქსიმუმ 1 კვირა. და არა ამდენი ცერემონიები და რაღაცები, იმიტომ რომ მართლა ანუ ამ წელს რაც დავაკვირდი, რავი. იმედი ხარ უნდა არ მეტყვის რანაირი ბავშვია გადავდივართ მაგ სკოლაში. არ გადმოხვიდეთ, ადგილები არ გვაქვს, მეორე სმენები გვაქვს. მესამე და მეოთხეც. ოკეი, გადავდივართ შემდეგ ეტაპს. შემდეგი რა, ეს გვაქვს აწყობილი ჩემი ესეთი ნახატი, თუ სურათი თუ რაც არის. ეს მეყიდა ლიზი. ნუ უბრალოდ ლიზი წავიდა თუ ლიზი არ ჩივდა თუ არა, ეს არა, ეს სხვა არის, ის მე მაპატეთ ის სხვა არის, თუ ეს არის. აუ არ ვიცი რომელიღაცა ესეთი მაგ აწყობილი პატარა, არა ის სხვა არის, არის ლიზის არჩეული, ეს ჩემი არჩეულია, მე მაპატეთ. ხო და ეს ავიჩემე. აი ესეთი ავაწყე. მაგრამ მე თუ ვკითხავთ ვაფშე არ ჩდება ფერებში აქ. ანუ აი ლურჯი რა პონჩი უნდა იყოს. ანუ აი შავი არ უნდა იყოს ახლა. ვიდრე ლურჯი ვაფშე რა შუაში ამასთან რავი. ნუ რავი არ ვიცი რატო ვინახავ. თუ რაღაცა წელი. აუ არ ვიცი, მაგრამ არ ვიცი რატო ვინახავ, მაგრამ ხო ვინახავ რა. გადავდივარ შემდეგ რაღაცაზე, უფრო ვიქრინჯები, უფრო ვიქრინჯები, მაგრამ შემდეგი მიდევს მიქაუტაზე. წინაზე ჩემ back to school ვისაც გახსოვთ, მე ვიყიდე როულები, ფეხბურთელებით და მხოლოდ ერთი მიქაუტაზე ვიყიდე, იმიტომ რომ სხვა მიქაუტაზე მე ვერ ვნახე და ამიტომ ეს მიქაუტაზე ჩემთვის ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს. მხოლოდ განსხვავებულებს აქვთ მიქაუტაზე როული. აი ეგრე. ეს იყო ეს არ ვიცი რისთვის გავაკეთე, მაგრამ ხო, მიქაუტაზე მყავს მე, აი ეგრე. კაი, შემდეგი სიამდვილეში გითხრათ, ეს ვაფშე ანუ არანაირ ადგილს არ იკავებს ჩემთან, პროსტა მიდევს რომ არ დამეკარგოს, ეს არის რაღაცა ყუთისის. პროსტა მიდევს რომ არ დამეკარგოს, ვაფშე არანაირად არ ჭირდება აი ამ ყუთში გეფიცებით. შემდეგი აი ეს მართლა უკვე რაღაცა დიდია რა, რასაც მართლა ისე ვეყენებ. ეს არის ყელსაბამი A100. ეს ყელსაბამი ვიყიდე ექსკურსიაზე 2022-ში იყო ეს ექსკურსია თუ 2021-ში არ ვიცი არც მახსოვს სად ვიყავით პროსტა ვიყიდე ესეთი ყელსაბამი და ეგეთი საყურები მაგრამ საყურები მე დავკარგე ელენის დაბადების დღეზე და დამშა მარტო ყელსაბამი და ეს ყელსაბამი ჩემთვის ძალიან ბევრ ამის ნიშნავს იმიტომ რომ აი ძალიან მინდოდა რა ამ ესეთი საყურების პოვნა მე ვეძებდი ესეთ საყურებს მაგრამ ვერსად ვერ ვიპოვე სხვა ესეთები A100-ით მაგრამ ისინიც დავკარგე ყველანაირი საყურე არც ერთმა საყურემ არ გამიძო მიახლოებით 3 თვეზე მეტი ყველაფერი დავკარგე და მე მგონი იმედი აი ამას ვინახავ და არ ვიკეთებ იმის გამო რომ ამასაც დავკარგავ საყურე არა მაგრამ ამასაც დავკარგავ მოკლედ გადავდივართ შემდეგზე. შემდეგი ეს არის ანა და ელზას ყელსაბამები. არ ვიცი ვინმეს ქონიათ თუ არა ესეთი ბავშვობაში, მაგრამ ეს გვაჩუქეს მე და ჩემ დას, ანუ მე მაქვს ანა, ლიზის აქ ელზა, ელენს აქ რაღაც Hello Kitty და მე და ლიზის გვაჩუქეს ანა და ელზა ეს მიახლოებით 2015-ში თუ 14-ში, სადღაცა ეგრე ლიზი იყო მეგონი 3 წლის. მაშინ 15 იქნებოდა ან 16 სადღაცა ეგრე არ მახსოვს თარიღი ხო და სადღაცა ეგრე გვაჩუქეს ესენი და ეს მოდის უკვე რამდენი წელია ჩემთან და არ ვიკეთებ ამასაც იმიტომ რომ ამასაც დავკარგავ ყველაფერი მიდევს აქ იმიტომ რომ ვიცი რომ დავკარგავ შემდეგი ფურცელი პროსტა აქ რაღაცები წერე არ გვინდა ეს ფურცელი იმიტომ რომ დავიქრინჯებით ეხლა რომ წავიკითხო შემდეგი გადავდივართ სამაჯური ეს სამაჯური უკვე ვიცი რომ ჩემია უეჭველი ეს სამაჯური გამიკეთა ლიზი მანელენემ ზუსტად არ მახსოვს ვინ მაგრამ სავარაუდოდ ელენემ და ზუსტად არ მახსოვს ვინ მაჩუქა მაგრამ ვიცი რომ ეს სამაჯურიც რაღაცა არის მაგრამ არ ვიკეთებ იმიტომ რომ უბრალოდ მეზარება მე ვერ ვიჩერებ ვერანაირ სამაჯურებს ხელზე დიდი ხანი აი ერთადერთი ჯვარი შემიძლია გავუჩერო რა იმიტომ ნუ ფიზიკურად არ ვიცი რანაირად იჩერებს ანუ იმებს რა ქვია ყელსაბამებს რაღაცებს აი საყურები შემიძლია აი ამ საყურებით მეძინოს ახლა ვაფშე და ვერც მივხვდები რომ ამ საყურებით მეძინოს რა არანაირი პრობლემა არ მაქვს საყურებთან დაკავშირებით ოკეი შემდეგი არის მე და ჩემი დების წიგნი
ძალიან საინტერესო წიგნია მართლა გეუბნებით წაიკითხეთ ამ წიგნს თქვენ ჩვენი თავგადასავალი. ანუ ესაა მეორე ნაწილი. პირველი ნაწილი აქვს ბებია ჩემს, იმიტომ რომ ძალიან მოეწონა და წაიკითხა და ხო, ეს წიგნი არ არის დასრულებული. ეს წიგნი არის დაწერილი 2022-ში თუ ერთში ესეც. აი აქ რაღაცები წერია, მაგრამ ძალიან საინტერესოა გადავდის გარშე. ხანდახან ვკითხავ და იმენა ყველაფერს ვიხსენებთ, არ ვიცი რატომ, მაგრამ აი ესეთი ნოსტალგია გვაქვს. ხო და მეორე ნაწილი ავტორები ანა კოდიაშვილი, ელისაბედ კოდიაშვილი და ელენე კოდიაშვილი აიგრე რა ნამდვილი ამბავი. აი ამ ყდას რომ იცოდეთ ვაკეთებთ ძალიან დიდი ხანი. და უკან კიდე გვაქვს აი შეფასება, ანუ ვითომ შეაფასეთ ეს ჩვენი ხელმოწერებია, მაგრამ ეს სხვანაირი ხელმოწერა მაქვს ხა ლიზისაც და ელენესაც. აქ როგორ შეაფასებდით ჩვენ წიგნს, დაწერთ თქვენი სახელი და ქულა, მაგრამ არავის სახელი და ქულა არ წერია, იმიტომ რომ პირველ ნაწილში წერია და ეს არის მეორე ნაწილი და მეორე ნაწილი არ არის ისეთი საინტერესო როგორც იყო პირველი ნაწილი. ამიტომ გირჩევთ წაიკითხოთ პირველი ნაწილი ვიდრე მეორე ნაწილი. მოკლედ უკვე თითქმის ვასრულებთ, აქ კიფირი ვაფშე გაგიჟებულია, სიენოც არ იცის რა თქვას. ხო და ესე არიან. მოკლედ გადავდივართ. შემდეგი აუ ეხარ და მაჰეითოთ, მაგრამ აი ესეთი რაღაცა მქონდა გაკეთებული, ელენეს ვუკეთებდი, მაგრამ მე დამეზარა და საბოლოოდ არ გავაკეთე. აი ეს უნდა მე აქ უნდა მას მეკნა ეს გარდა მინჭრა ეს შემეკრა რაღაცა. მოკლედ ვისაც გინდათ რომ ელენეს გაუკეთო რაღაც სურპრიზები მე ვაჩუქო და წერეთ კომენტარებში. ელენეს იმედია მოიწონება, მაგრამ არ ვიცი რამდენ. აი ეს არის წლის კალამი. ამ კალმით დაუწერე ყველა გამოცდა რა ამ კალმით დაუწერე ფიზიკა, ამ კალმით ვემზადებოდი ყველაფრისთვის, მოქალაქეობა იყო თუ ფიზიკა, ყველაფრისთვის და ეს კალამი არის ძალიან იღბლიანი, იმიტომ რომ 5 წუთში დაუწერე გამოცდა და გამოვედი და მორჩა ჩემი ისტორია. 10-იანი მივიღე. აი კალმის საშუალებით. კაი, კალმის საშუალებით არა, ჩემი ტვინის საშუალებით. ეხლა დამიწერე კომენტარებში, აურანაირი ბავშვია, რატომ თავზე აქვს ესეთი შამბეჭდილება. კაი, შემდეგი კალამი ეს არის თემდა გამოწერილი. აუ რატო არ ჩანს ვერ ხვდები. აი ესეთი კალამი თემდა გამოწერილი, ელენეს ლაჩუქარი, მაგრამ მეთქი გამოვიყენებ კაცო და ვაფშე მელანი ასხია. აი აქამდეა. თუ აი აქამდე ეს დღესა და არ გამომიყენები არც ეს კალამი. აი კალმები მიდევს და არ ვიყენებ, რატომ მიდევს არ ვიცი, რატო არ ვიყენებ არ ვიცი, იმიტომ რომ ეგეთ წვრილებს ვერ ხმარობ და მაგიტომ. და რატომ ვაჩუქებინე თავი არ ვიცი. შემდეგი გადავდივართ 2025 წლის ზამთრის აი ესეთი სტიკერი მამაჩემ ამაჩუქა ეს, მაგრამ არსად არ მიმიკვია, არ ვიცი რატო. იმიტომ რომ არ ვიცი. ნუ ახლა უკვე გვიანია სადღან მივაგრო. კაი იყოს რა 1-2 წელში გავხსენებ 2025 წელი რა კარგი დრო იყო. ბავშვი და მაგარი დრო არ იყო, იმიტომ რომ ეხლა თბილისში ვარ და ზაფხულია და რა პონტია თბილისში ვარ. და ბოლო რაც გვაქვს ეს არის აი ესეთი ამოხეული როეული და რაღაცა ანა 2023 რაღაცა ესეთი. რატომ ვინახავ ამას არ ვიცი. და ამით ჩვენი ყუთიც დაცარიერდა სხვათა შორის. მინდა თქვა ისე ბევრი რაღაცა დევს, იმიტომ რომ აი აქ მინდევს ახლა ნახეთ რამდენი რაღაცა. ვახ. მაგრამ მაინც ყველაზე კარგი აქ რჩება აი ეს სურათი. კი ვაჰეითებდი ვიდეოს დაწყებაში, მაგრამ მაინც ახლა აღარ ვაჰეითებ. ახლა გადავიფიქრე, ახლა მომწონს ეს სურათი. ნუ ხო, მაგიტომ ვიზახი რომ დღეში 9 პარასკევი მაქვს, სულ მეცვლება ყველაფერი, გემოვნება, მუსიკა, საჭმელის გემოვნება. რა, მოკლედ ხო რა, ყველაფერი მეცვლება, ხო მიხვდით. მოკლედ, ვისაც მოგეწონა დღევანდელი ვიდეო და თუ გინდათ უფრო მეტი ვიდეო, კიფირთან და სიენთან დამიწერეთ კომენტარებში, დალაიქეთ ეს ვიდეო, დამაფოლოვეთ, ასევე არ გათიშოთ, დამაფოლოვეთ ინსტაგრამში და ტიკტოკში, იმიტომ რომ აი მართლა აქ ნახავთ იმას, რასაც ვერ ნახავთ YouTube-ში. და გადადით აქ რა. გთხოვთ. Please, მოკლედ აქ გადადით. ახლა კი ყველას გემშვიდობებით. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს. იმედია შემდეგი ვიდეო იქნება არ ვიცი, იმედი მაქვს, მაგრამ ახლა ყველას გემშვიდობებით და ნახვამდის.